თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიმართულება უძრავ ქონებაში, სადაც შემოსავლების სამსახური დაბეგურის საკითხს აქტიურებს. მეორე თემა, როგორც ვიცით, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა უძრავი ქონების, რომელსაც დეველოპერი ყიდის ამ შემთხვევაში და აქაც შეცვლილია მიდგომა. რატომ შეიცვალა ეს მიდგომა თქვენი აზრით და როგორ? დიახ, აი რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს სრულიად განსხვავებული საკითხი გახლავთ, თუ პირველ შემთხვევაში დიახ, ფიზიკურ პირებზე იყო საუბარი და საუბარი იყო ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრაზე, სხვათა შორის ფიზიკური პირები შეიძლება ზოგიერთ უძრავ ქონებაზე მიწოდების დროს დღეგეთიც დაიბეგრონ. ამ შემთხვევაში უკვე ეს არის არა თუ საკანონმდებლო დონეზე რაიმე ცვლილება, არამედ მიდგომის დონეზე ცვლილება, ძირითადად სამშენებლო კომპანიების, რომლებიც ყიდიან ბინებს. სამწუხაროდ ჩემი შეფასებით შემოსავლების სამსახურის ბოლო პერიოდის შემოწმებები ჩატარდა იმგვარად, რომ გამოყენებული იქნა ისეთი მიდგომები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან საუბარი არის აი სამშენებლო კომპანიების მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული ბინების დაბეგვრაზე საბაზრო ფასიდან. კანონმდებლობა ნათლად ადგენს, რომ როცა იყიდება უძრავი ქონება და ზოგადად საქონელი, დასაბეგრი ბაზა, ანუ საიდანაც მოხდება 18%-ის დაანგარიშება, ეს არის დოკუმენტში მითითებული ფასი. მხოლოდ განსხვავებულ შემთხვევაშია შესაძლებელი საბაზრო ფასით დაბეგვრა, ეს არის ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდება, რაღაც ყალბი დოკუმენტის შემთხვევა და სხვა რამოდენიმე შემთხვევა, თუმცა ბოლო პერიოდში სამწუხაროდ გახშირდა შემთხვევები, როცა შემოწმების დროს სამშენებლო კომპანიას ჰქონდა გაყიდული ბინები არა ურთიერთდამოკიდებულ პირზე, არც რაღაცა სიყალბის ნიშნები არ იყო და არაფერი და აი ესეც ფაქტობრივად საბაზრო ფასით დაიბეგრა. თუ იყიდა დეველოპერისგან ბინა ვთქვათ სიტყვაზე $50,000 და ეს წერია კონტრაქტში შესყიდვის, რომ მან იყიდა ეს ბინა $50,000, შემოსავლების სამსახურს შეიძლება უბრალოდ მოეჩვენოს, რომ $1,000 ცუდი თანხაა და დაწეროს, რომ არა ეს ღირს $60,000. ფაქტიურად, ანუ კანონი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულებაში წერია $50,000, დეველოპერის დაბეგვრა უნდა მოხდეს $50,000-დან, თუ ურთიერთდამოკიდებულ პირს არ მივყიდე, თუ ყალბი დოკუმენტი არ არის, ან თუ რაღაცა არაპირდაპირ მეთოდს არ იყენებს, ან სხვა საერთო გარემო. და ამ ყველაფერს დამტკიცების, ანუ იმის მიუხედავად შემოსავლების სამსახური ამ რამდენიმე ეჭვს ამტკიცებს თუ არა, მას შეუძლია უთხრას, რომ არა მე უნდა დაგბეგრო არა $50,000-ზე, არამედ $60,000. საბაზრო დაუშვათ არის 70 და დაგბეგრავ $60,000-დან. სამწუხაროდ ანუ ეს ერთეული მექანიზმი. დიახ, ერთეული შემთხვევები რომ იყოს ეს, ანუ ამაზე არ ვილაპარაკებდით, დაახლოებით მე ეს სხვათა შორის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი არის info.hb.rs-ში, სადაც დავის გადაწყვეტილებები ქვეყნდება და იქაც კი არის გამოქვეყნებული და ვინც ამ დავის გადაწყვეტილებას წაიკითხავს, ალბათ ყველა გაკვირებული დარჩება, რომ არანაირი არგუმენტი და არანაირი დასაბუთება შემოსავლების სამსახურს არ აქვს. სამწუხაროდ მოხდა ჩემი ინფორმაციით რამოდენიმე ათეული კომპანიის დაჯარიმება და გასაჩივრება რომ მოხდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის დავების გამხილველმა ორგანომ აი ფაქტიურად თავიდან მოიშორა ეს საკითხი და დაუსაბუთებელი უარი უთხრა ესეთ სამშენებლო კომპანიებს და ბევრი კომპანია არის ასეთი. ეს დავები ძირითადად არის ახლა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ შემოსავლების სამსახური გადახედავს თავის მიდგომებს და რაც კანონში წერია იმ პრინციპებით იხემძღვანელებს და მეორეს მხრივ დავის ეტაპზე რომ გადაწყდება ეს საკითხი, იმიტომ რომ ესე თუ გაგრძელდა რომ ჩვენ ვიღაცას ფასი არ მოეწონოს და დაუსაბუთებლად დაბეგრონ ეს საბაზრო ფასიდან, ეს ბიზნესისთვის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს სამშენებლო კომპანიებს გულისხმობ. რაც ძალიან ცუდია. ეს ყველაფერი, ეს ცვლილებები, რაზეც ვისაუბრეთ, ის დაზუსტება, აქეთ ეს მიდგომის ცვლილება, რომელიც არ არის დოკუმენტურად გამყარებული და არც ფაქტობრივად როგორც დავებიდან ჩანს. თქვენი აზრით მიანიშნებს იმაზე, რომ უბრალოდ შემოსავლების სამსახური ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მოიღოს ამ მიმართულებიდან. დიახ, იცით, ანუ აი ეს პრეცედენტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაღაცა ყველაფერი რიგზე არ არის შემოსავლების სამსახურში, პირველ რიგში გულისხმობ აუდიტის მიმართულებას და მათ შორის დავების მიმართულებასაც, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ კანონმდებლობაში რა წერია ყველამ ვიცით, მე პირისპირად დავაზეც შემოსავლების სამსახური ვერ ასაბუთებს
მის პოზიციას და რაღაცა გაუგონარი მოტივებით ხდება. ანუ საერთოდ მოტივს არ ასახელებენ, რატო ეუნებიან ესეთ ბიზნეს უარს დარიცხული თანხების გაუქმებაზე და იმედია რომ ეს გაურკვევლობა გაირკვევა და ანუ ესე აღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ ან მაშინ კანონი უნდა შევცვალოთ და ჩავწეროთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულ პირზე მივყიდით საქონელს თუ არა ურთიერთდამოკიდებულ ყველა ვარიანტში საბაზრო ფასიდან ხდება დაბეგვრა, ან შემოსავლების სამსახურმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს. ნახოთ, იმედია ჩვენი ეთერიდანაც მოусმენენ ამ ყველაფერს და შეცვლიან ამ ნაწილს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად ტრადიციულად საინტერესო განმარტებებით იმაზე თუ როგორია მიდგომა ან მეთოდური დაზუსტება შემოსავლების სამსახურს. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი გახდათ ჩვენი სტუმარი, ვსაუბრობდით იმაზე თუ რეალურად როგორი იცვლება დაბეგურის მიდგომები შემოსავლების სამსახურის მხრიდან, როგორც ფიზიკური პირების, ისე იურიდიული პირების შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ უძრავ ქონებაზე და უძრავი ქონების გაყიდვაზე.